ძილი მხოლოდ სხეულის დასვენება არ არის. ეს ცნობიერების მოგზაურობა, სანამ ფიზიკური გარსის ჩუმეშია ჩაძირული, ფსიქიკის დახვეწილი დონეები აქტიურ მუშაობას იწყებენ. ძილის დროს ჩვენ ხსნით ჩვენს გონებას ჩვენივე ქვეცნობიერის სხვადასხვა დონისთვის. ქვეცნობიერი ინახავს არა მხოლოდ ყველა წინა გამოცდილების მოგონებებს, არამედ იმ რესურსების საცავსაც წარმოადგენს, რომლებიც იშვიათად აღწევს ჩვენს ცნობიერებაში. ძილის დროს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ცოდნა ჩვენი არსებობის ყველა საკითხზე, ფიზიკურზე, გონებრივზე, სულიერზე. სწორედ იუნგი იყო პირველი, ვინც ქვეცნობიერის ღრმა დონეების არსებობის დამაჯერებელი მტკიცებულება აღმოაჩინა. იუნგის აზრით ეს ღრმა სტრუქტურები ნამდვილი სულიერი რეალობიდან მომდინარეობს. იუნგი ამ დონეებს კოლექტიურ არაცნობიერს უწოდებდა. ამ კონცეფციის თანახმად ყველა გონებას შეუძლია საერთო ენის პოვნა მეორესთან, უნივერსალური სიმბოლოების სახით, რომლებსაც საერთო მნიშვნელობა აქვთ მთელი მსოფლიოს ადამიანებისთვის. მაგალითად, სიმბოლოს, როგორიცაა ლომი ან სხვა დიდი კატა, აქვს ძალისა და სიცოცხლის უნარიანობის უნივერსალური ან არქეტიპული მნიშვნელობა. სხვადასხვა ხალხის მითებსა და ზღაპრებს ბევრი რამ აქვთ საერთო და ეს მსგავსება სიმბოლიზმისა და ძირითადი თემების უნივერსალურობაზე მეტყველებს. ზოგჯერ ჩვენივე სიზმრები ამ ტიპის სიმბოლოებს შეიცავს. ჩვენი ცხოვრების გადახედვით და სიზმრების გახსენებით შეგვიძლია განვსაზღვროთ სიზმრების სიმბოლიზმის მნიშვნელობა, განსაკუთრებით თუ ისინი ხშირად მეორდება. სიზმარში გამოჩენილი სიმბოლოები ყოველთვის ერთსა და იმავეს არნიშნავს, რადგან სიზმრები ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც თავად ადამიანი. სიზმრების მთავარი მიზანია დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში. სიზმრებს შეუძლიათ გვაჩვენონ ჩვენი ფარულის სურვილები და გვიამბოთ ჩვენი სხეულის საჭიროებებზე. ისინი გვეხმარებიან ქვეცნობიერის დონეზე არსებული ცოდნის საფუძველზე სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ინფორმირებულობის გაზრდაში. არ არსებობს ცუდი სიზმრები, რადგანაც ყველა სიზმარი აწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას ადამიანს. არსებობს მარტივი ხუთსაფეხურიანი მიდგომა თუ როგორ ვიმუშაოთ სიზმრებთან, ედვარდ გეისის მიხედვით. ამ ნაბიჯების აღწერა შეგიძლია იხილო ამ რილსის ქვემოთ. სიზმრებთან მუშაობა ჰგავს სანდო მეგობართან საუბარს, რომელმაც თითქმის ყველაფერი იცის ჩვენს შესახებ და ყოველთვის მზადაა განიხილოს ჩვენი ცხოვრების ყველა აღმავლობა და ვარდნა.